უკვე აწელზე მეტია, რაც საქართველოს სასკოლო განათლების სისტემა რეფორმირების პროცესშია. სისტემა, რომელიც სხვადასხვა პროექტის საშუალებით მოზარდების განვითარებას ცდილობს. საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში დადებითად აფასებენ. პირველ კლასში როცა ბიჭი იყო, არ იყო ამასთან შეხება და ეხლა გოგო რო შევიდა პირველ კლასში, მუშაობა იყო კლავიატურასთან, ბეჭ დავდნენ ყველაფერს და მე ძალიან მომწონს ეს მიმართება, რომელიც შემოიტანა განათლების სამინისტროს, რომ პირველ კლასიდან ყოფილიყო ეს, რომ ემუშავა პირველ კლასელებს, უფრო მეტი განვითარება და გონების გახსნა ყოფილიყო ბავშვთან მიმართებაში. საჯარო სკოლებში გადარებული რეფორმებისა და სიახლეების მიუხედავად მშობლების გარკვეული ნაწილი კერძო სკოლებს მიმართავს და უპირატესობად იქ არსებულ დისციპლინას ასახელებს. მე მაგალითად ვირჩევ კერძოს, იმიტომ რომ ძალიან ცოტაოდენი ბავშვები ზიან, დახვეწილი უფრო თავისუფლება აქვს, სანიტარული მხრივ უფრო სისუფთავეა, დაცულია სისუფთავე, ინდივიდუალურად მუშაობენ ბავშვებთან, ჩემი აზრით. და ანუ გამოკითხვა ყოველდღიური. პირველ რიგში პირობები არის ჩემის აზრით ბევრად უკეთესი, ვიდრე ვთქვათ ყველა საერთო საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, გარემო არის ძალიან თბილი. პედაგოგებს ძალიან უფრო მეტი დრო რჩებათ ამ შემთხვევაში თითეული მოსწავლისთვის, ვიდრე ვთქვათ საჯარო სკოლაში. განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებიდან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მანდატურების სკოლებში შეყვანა ითვლება. მოსახლეობის 76% ამ რეფორმას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ დისციპლინისა თუ ტექნოლოგიების განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის რეფორმები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.